კი ბატონო. გამარჯობა. წინასწარი ცით სად გადაიყო ანთ? არა ჯერ არ ვიცი. მოგახსენებთ როგორც. ბატონო ელენე, როგორც იცით, სამართლის საწინააღმდეგო საფუძველზე დაკავებული ხარ 174 პრიმამურის მეათე ნაწილი. რას მოიცავს ეგ ბოდიში? ანუ ჩვენთვისაც რა იყოს ანუ მუხლი თქვით, თუმცა რისთვის იჭერთ ეგ რო გითხრათ დანარჩენებს ვინც აქ ვართ? შეგიძლიათ? შეკრება მანიფესტაციის კონკრეტულად რა მოქმედებაზე? კონკრეტულად რა მოქმედებაზე? ტროტუარზე დგომის გამო, ხო? ტროტუარზე დგომის გამო, ხო? თქვენ როცა აქ იწყებდით მუშაობას პოლიციაში, გეგონათ რომ ოდესმე სტუდენტს დააკავებდით ტროტუარზე პროტესტის გამოთქმის გამო, მშვიდობიანი პროტესტის გამოთქმის გამო? თვითონ დაგირეკეთ და ხელს არზე უკრავ. კი ბატონო. ხო, ანუ დისკუსიის მე შევიკრიბე. არა, დისკუსიისთვის ვერ შევიკრიბებით ვერსად. უბრალოდ ძალიან სირცხვილია მართლა, არ გწხვენიათ, მართლა მაინტერესებთ, არაფერი შეგრძნება. არა, შეგრძნება არა, გაქვთ სირცხვილის? კი. არა, რუსებს რომ, არა, რუსულ რეჟიმს ემსახურებით არ გწხვენიათ, თორე ანუ ხო, რა ვიცი. ელენე გვიყვარხარ. ელენე გვიყვარხარ. ყოჩაღად. და მადლობა რომ სამშობლოსთვის იბრძვი. მადლობა ელენე. ანაირი ხერხულობა არ გაქვთ რომ ტროტუარზე დგომის გამოიჭერთ ადამიანს? არ გწხვენიათ ეგ? სტუდენტს უნივერსიტეტიდან რო იჭერთ ტროტუარზე დგომის გამო პროტესტის, მშვიდობიანი პროტესტის გამოთქმის გამო? არ გწხვენიათ მართლა? არ გწხვენიათ. ცეკვავამ დღეს ელენე გელაშვილს, რომელიც არის აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი, გამოუტანა ორდღიანი, ორი დღით გაუშვა ციხეში ტროტუარზე დგომის გამო და იმისთვის რომ გარუსების წინააღმდეგ იბრძვის უკვე რა ვიცი 500-ზე მეტი დღეა.